წიგნის ფესტივალის ფარგლებში საგამოფენო ცენტრ ექსპო ჯორჯიას მე-11 პავილიონში პოეტის, პროზაიკოსისა და დრამატურგის გურამ მოდეშარიას წიგნის პრეზენტაცია გაიმართა. საგალობლების შენთვის ასე ქვია წიგნს, რომელშიც კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის მიერ 1978-1991 წლებში დაწერილი პოეტური ნაწარმოებებია შესული. საგალობლების შენთვის ერქვა გურამ მოდეშარიას მიერ დიდი ხნის წინ გამოცემულ პირველ კრებულსაც. წინა გამომცემლობა ინტელექტმა გამოსცა და მასში ომამდე შექმნილი პოეზიაა თავმოყრილი. შევკრიბე ჩემი 9 წიგნის ლექსები და გამოვეცით კრებული გამოსცეს, რომელსაც ასევე ქვია საგალობლების შენთვის. ანუ ეს არის წიგნი, რომელიც მაბრუნებს ომამდელ სოხუმში, ომამდელ სამყაროში და რა ვიცი, ძვირფასი არის ჩემთვის. გურამ მოდეშარიას შემოქმედება ძირითადად ასოცირდება აფხაზეთთან. აფხაზეთი ჩვენი ტკივილი, ყველა ქართველის ტკივილი. აი ამ წიგნებში არის თავმოყრილი მთლიანად. მაგრამ აქ არის დანახული აფხაზეთი არა მტრული თვალით, არა კონფლიქტის თვალით, არამედ მეგობრული თვალით.